შენი დედას შემეცინე რა. აი რა დაგე. გააჯვიაქე. რა. ალევერავის ვერ გადაუღუნო. დედის რო გამოდი აქ. არ ვიცი რა, აი ბოღმა მახრჩობს რა და მანადგურებს ის მდგომარეობა, როცა ქართველებს აი ასე ექცევიან. და ექცევიან ვის გულის გასახარად, ვისთან ერთად, ვინ უყენიათ გვერდში შეხედეთ. ამ ვიდეოს თუ გინდა რომ უყუროთ თავიდან ბოლომდე, საქართველოს ამბების, მთის ამბების გვერდზე შეგიძლიათ შეხვიდეთ და ნახოთ დეტალურად რა ხდება. ხადის ხეობის სოფელ წკიეში არსებულ მდგომარეობას, სადაც საფლავები მოიყოლა მიწა და იქ ადამიანები ვეღარ პოულობდნენ თავიანთი გარდაცვლილი ოჯახის წევრების ბოლო განსასვენებელს, ჟურნალისტები და გელა მთიულიშვილი იღებდა თავის ჯგუფთან ერთად სიუჟეტს, სადაც ხელი შეუშალეს, აგინეს, ყველაზე უშვერი სიტყვებით მოიხსენიეს და რაც შეიძლება რომ ქართველმა კაცმა ბოლო დონეზე იკადროს, რაც შეიძლება რომ ადამიანს შეურაცხყოფა მიაყენონ, აი ეს მოხდა. და მოხდა ვისთან ერთად, ჩინელებთან ერთად, იმ ადამიანებთან ერთად, რომლებიც უკვე საქართველოში ძალიან დიდი ხანია არიან და სხვადასხვა პროექტებს ანხორციელებენ, რომლებიც ვადაზე ადრე გაფუჭდა, თუნდაც ავტობანის ტერიტორია გვირაბებს რაც შეეხება და გამაგრებული კედლები, რომლებიც მთაზე საეჭვო ვითარებაში არის გაკეთებული და უამრავი ადამიანი აღნიშნავს, რომ ძალიან ცუდად არის გაკეთებული. მათივე მუშაობამ გამოიწვია აი ამ სოფელში ასეთი მდგომარეობა. ქართველები 35 წელიწადია, რაც ყველანაირად იჩაგრებიან. საქართველოში ქართველის გარდა სხვა არავინ არ დაჩაგრულა. ყველა ერის წარმომადგენელი ქართველზე მაღლა დგას. ეს გამოიწვია ანტიქართულმა, ანტიქართველურმა, ანტიადამიანურმა დამოკიდებულებამ. ზუსტად გამსახურდიას დამხობის შემდეგ ქართველ კაცს ვერ ამოусუნთქია დღემდე. აი ეს გამოიწვია ქართველების მიერ დაშვებულმა შეცდომებმა, როდესაც ხალხის მიერ არჩეული, მართლაც გამორჩეული პრეზიდენტი დაამხეს და ქვეყნიდან განდევნეს, ხოლო შემდეგ დღე-დღეს დიეს და ვერაგულად მოკლეს. აი ამის ღირსები იყავით თქვენ, მაგრამ ჩვენმა თაობამ რა დააშავა, რომლებიც მაშინ დაბადებულებიც არ ვიყავით. აი ეს არის დღევანდელი, ეგრეთ წოდებული ხელისუფლების დამსახურება, რომ ქართველებს ყველგან ჩაგრავენ, მთაშიც, ბარშიც, ტრანსპორტშიც, ტყეშიც და მის მიღმაც. სათხართ ის ადამიანები, რომლებიც ჩვენზე იძახით ხოლმე, რომ თურმე უსამშობლოები ვართ, არ გვესმის რა არის ეროვნული ცნობიერება, არ გვესმის რა არის ღმერთი. თქვენ ასეთ ღმერთმანებს, ასეთ ქართველებს, ასეთ სამშობლოს მოყვარულებს, როგორ არ მოგივიდათ ერთი აზრი რომ ადგეთ და დაიცვათ ქართველები. როგორ არ ხდება რომ ამ ქვეყანაში, როდესაც ვინმე ან რაღაცა იჩაგრება, ადგეთ და ის დაიცვათ. არა, თქვენ ყველაზე გახრწნილი, ყველაზე ბილწი ადამიანები ხართ, რომლებიც რელიგიასაც, ქართველობასაც, ჩვენს წინაპრებსაც ფარად იყენებთ. იყენებთ იმისთვის, რომ საკუთარი ბინძური ცნობიერება, საკუთარი კუჭი დაიკმაყოფილოთ და კომფორტის ზონიდან არ გამოხვიდეთ და ეს კომფორტის ზონა უფრო მეტად შეიქმნათ და დაიკმაყოფილოთ. თქვენზე გახრწნილი არ ყოფილან კომუნისტები, არ ყოფილან ცარისტები. თქვენ შექმნით აი ეს რეალობა, სადაც ქართველს საქართველოში აღარ დაედგომება და ქვეყნიდან გარბის. მენტალური და ფსიქოლოგიური ტერორია ქვეყანაში. გარდა იმისა, რომ ადამიანებს იჭერენ არაფრის გამო, ტროტუარზე დგომის გამო. ციხეები გადავსებულია პოლიტიკური ნიშნით, პატიმრებით. პოლიციელს საერთოდ ნდობა არ გააჩნია საზოგადოებაში. თქვენ ამაზე ხმას არასდროს არ იღებთ. თუმცა თქვენამდეც მოდის ეს. და თქვენთანაც დაიჩოქებს აქლემი. იმ სამართლის სახელით, რომელიც აუცილებლად გაგრძნობინებთ, რომ ერთ დროს მართალ ადამიანებს უსამართლოდ ექცეოდით. და კოცობა ეს არ არის მარტო 2012 წელს წარმოქმნილი პოლიტიკური, იდეოლოგიური, ფილოსოფიური მდგომარეობა. ეს არის უფრო ადრე რუსების მიერ წარმოქმნილი ქართველი კაცის გარყნის ფილოსოფია, რომელიც დღეს თითქოს ბოლო გაჩერებას აკეთებს ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ ჩვენზეა დამოკიდებული. მივცემ თუ არა მას გაგრძელების საშუალებას. და თქვენაირი ბინძური ადამიანები აუცილებლად ჩაეწერებიან ამ ქვეყნის ისტორიაში, როგორც ჯალალედინები, როგორც თემურლენგები. აუცილებლად გახდებით თქვენ მისაფურთხებლები, როგორც ბერბიჭაშვილები გახდნენ და როგორც ჯაყელების რაღაც გარკვეული ნაწილი.